ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიოზე ნაკრების კაპიტანი ყოფილა. ფეხი დაარტყე მაკედან. აი რას ხო ითხრება, ეხლა ეგრეს უნდა გამოვიცნოთ. კითხვაც გამოიცნოთ და პასუხა. შეგიძლია მშვიდად მოისმინო. მე გოლი დავამშვიდოს. მოგესალმებით მეგობრებო, სეტანტა სპორტის ახალი საფეხბურთო თამაში ბურთაობა. როგორც ამ გადაცემის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერია Coca-Cola ფინალის დღეს 19 ივლისს თითოეულ თქვენგანს ავტომობილი Kia EV6-ის, რომელიც ევროპაში საუკეთესო ელექტრომობილად ითვლება და სხვა პრიზების მოგების შანსი გექნებათ. ამისათვის საჭიროა გადმოწეროთ Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაცია და შეიყვანოთ 10-ნიშნა კოდი, რომელსაც Coca-Cola Classic-ის, Zero-ს, Fanta ფორთოხლის ან Fanta ბროწეულის ყვითელი თავსახურების ქვეშ ნახავთ. ყოველ შეყვანილი კოდი გათამაშების ერთი ბილეთი იქნება, რომელიც 19 ივლისს ავტომობილ Kia EV6-ის და სხვა პრიზების მოგების შანსს გაძლევთ. დღევანდელ თამაში მონაწილე გუნდები მეგობრებო, ლაშა გოდუაძე და გიორგი ჯავახაძე, მიკა ტაბატაძე და ბაკურ ხუბულავა, რომლებიც შეეცდებიან, რომ მოიგონ ეს ტურნირი, ჯერ ეს თამაში და შემდეგ ტურნირი და გაემგზავრონ ევროპის სუპერთასზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას Paris Saint-Germain-ი Aston Villa-ს დაუპირისპირდება. აბა როგორი განწყობა არის? როგორი განწყობაა ბაკურ? მშვენიერი. მე ვეცდები რომ წესებს ალღო და მე მეც მშვენიერი განწყობა მიჩნევ. წესები მაყურებელს გამოჩნდება ახლა ეკრანზე და ჩვენც მათთან ერთად მივადევნოთ თვალე. ბურთაობა ფეხბურთის უმთავრეს პრინციპზე დგას. გამარჯვებისთვის საჭიროა მეტოქეზე მეტი გოლი გაიტანო. გუნდში ერთი მოთამაშე აკონტროლებს მეკარეს და ნახევარდაცვას, მეორე კი დაცვას და შეტევას. თამაში გოლის გასატანად საჭიროა კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა. თამაში შედგება 2 ტაიმისგან. ტაიმში თითოეულ გუნდს 4-4 შეტევა აქვთ. ბურთაობის პირველ შეტევას მეკარე იწყებს, რომელიც მარტივ კითხვაზე პასუხით ბურთს მცველს გადასცემს. მცველს 2 არჩევანი აქვს: უპასუხოს რთულ შეკითხვას და პასი გაუკეთოს ფორვარდს, ან უპასუხოს საშუალო სირთულის შეკითხვას და ბურთი გადასცეს ნახევარმცველს. ნახევარმცველს 2 არჩევანი აქვს: დასწრებაზე საშუალო შეკითხვით პასი გაუკეთოს ფორვარდს, ან დასწრებაზე 2 რთულ შეკითხვას უპასუხოს, წარმატებული დრიბლინგი განახორციელოს და გოლი გაიტანოს. ფორვარდს 1 არჩევანი აქვს: დასწრებაზე უპასუხოს სწორად შეკითხვას და გოლი გაიტანოს. ყველა მოქმედებისას თუ დამცველმა გუნდმა სწორად უპასუხა შეკითხვას, ეს ნიშნავს, რომ წარმატებულად ჩაჭრა იერიში და შეტევის პოზიცია გაიუმჯობესა. ორივე გუნდს ყავს სათადარიგოთა სკამი, ანუ აქვს დახმარებები. თამაში სულ 5 დახმარება არსებობს და თითოეულ გუნდს მხოლოდ 3-ის გამოყენება შეუძლია. ამ თამაშის ნომინალურმა მასპინძლებმა ჯავახამ და ლაშამ გადაწყვიტეს, რომ პირველ ტაიმს თავად ისინი დაიწყებენ და მოდით ნახოთ რა არის პირველი ტაიმის თემები. ესენია: სოფლიო 90-94, ბრაზილია, სოფლიო რეკორდები და სტატისტიკა, ფეხბურთელები პენსიაზე, იტალია, სოფლიოს ფინალები, ქართული ფეხბურთი და პირველი მსოფლიო. პირველ მსოფლიოში არ გულისხმობ 1930 წლის მსოფლიოს, არამედ გულისხმობ ვისთვისაც სხვადასხვა დროს პირველი იყო მსოფლიო ჩემპიონატი. არ გაგიკვირდებათ მეგობრებო და მთელი ტურნირის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატი დომინანტი თემა იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ იცით, რომ ეხლა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის ხილვაც რა თქმა უნდა სეტანტა სპორტზე შეგიძლიათ. ამ თემას ჩვენ ვირჩევთ. რა თქმა უნდა, დაიწყეთ. მე დაიწყებს თამაშს. მომეცით ბურთი თუ შეიძლება. ქართულ ფეხბურთს. ყველას და გასაოცრად ჯავახა იწყებს ქართულ ფეხბურთით. მარჯვენა მცველს მივცეთ ამჯერად პასი. აუცილებლად. ქართული ფეხბურთი. დაასახელეთ 3 ქართველი, რომელიც ფოლკერ ფინკეს ფრაიბურგში ტობიას ვილის მხარდამხარ კვარტეტს ქმნიდა. ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან სკიტიშვილი. ამდვილად სწორია და პირველი ზუსტი გადაცემა ამ შეხვედრაში მეგობრებო, მცველს აქვს ბურთი და გადავცეთ ნახევარმცველს. ნახევარმცველს. კი ბატონო, საშუალო სირთულის შეკითხვა და ნახევარმცველს ჯერ არ ვასწრებ. ვერაფერს ვერ დასწრება არ არის, დასწრებას შეგახსენებთ, რომ მხოლოდ მას შემდეგ ერთვება მეტოქე გუნდი თამაში, ანუ დასწრებაზე თამაში, რაც მის ნახევარზე გადმოინაცვლებს ბურთი. თუ რა თქმა უნდა რაიმე დახმარება არ აქვს გამოყენებული, ამ თამაში არის 5 დახმარება, საიდანაც 3-ის გამოყენება შეგიძლიათ თამაშის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ. თუ რა დახმარებებია, ამას თამაშის მიმდინარეობისას გავიგებთ და გეტყვით. დინამო თბილისი და ქუთაისის ტორპედო გასაგებია, მაგრამ რომელია მესამე ქართული კლუბი, რომელსაც საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგა უთამაშია? ლანჩოტის გურია. როგორი გადაცემა არის მეგობრებო, ალბათ უყურებთ, როგორი რბილი, მოზომილი
და ბურთი ჩივაძის. ესე მივიდა ნახევარმცველამდე, უკვე დასწრებაზე არის თამაში. ნახევარმცველმა უნდა აირჩიოს რა ურჩევნია. იქით აქეთ. დრიბლინგით ხარ წავიდე რთული კითხვებით. არ ვიცი, შენ მაყურებელს შევახსენებ, რომ ნახევარმცველს შეუძლია ორი რამ გააკეთოს. პირველი, საშუალო სირთულის შეკითხვას დასწრებაზე უპასუხოს და ბურთი მივიდეს ფორვარდამდე, ან დრიბლინგი განახორციელოს, ანუ ორ თულ შეკითხვას უპასუხოს, ორივეს დასწრებაზე რა თქმა უნდა და გოლი გაიტანოს თავად. საშუალო სირთულეზე ჩემი აზრით ჩაჭრის შანსი იზრდება. მოდი რთულზე წავიდეთ. ანუ შეთამაშობ. ხო, შეიძლება სისულელეს ვაკეთებ, მაგრამ მოდი აბა ვცადოთ ეს. ვცადოთ. რთულზე წავიდეთ, ბატონო, წავყვანო. პირველ შემთხვევაში, ტაფსონ შენ ეთამაშები დასწრებაზე მხოლოდ და მხოლოდ და შემდეგ თუ სწორად გამოიცნობს ჯავახა, უკვე ეთამაშება ბაკურს. პირველი შეკითხვა. კარგად დაფიქრდით და გითხარით, რომელი გუნდის ახალგაზრდული სისტემა გაიარეს იან მააცენმა, არჩილ სახვაძემ, მარკ გეჰიმ და ნათან აკემ? ჩელსი. პირველი სწორი პასუხი მოატყუა აქ ცველი დიდებულად ჯავახამ და ვნახოთ მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩენილი რასიზამს. დასანანია რომ ამ კლუბის სტადიონმა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ვერ უმასპინძლა. მათ შორის რეალის და ნაპოლის წინააღმდეგ, არადა მოხუცი ფორესტერის სალს ლიგის ჰიმნი ნაღდად მოუხდებოდა. ისე ნეტავა ამ გუნდის თავგადაკულ ფანებს დავით სირაძე თუ ახსოვთ. პასუხი? ბერლინ უნიონი. ეს სწორია და შეტევა ჩაიჭრა მეგობრებო წარმატებით. ბაკურმა დიდებული ნახტომი გააკეთა, ბურთი თამაში შემოიტანა, რომელიც ტაფსონას აქვს დაცვაში და აირჩიოს თემა, უფრო სწორედ ერთად აირჩიეთ თემა და მითხარით, რას გააკეთეთ. კიდევ ერთხელ გეტყვით ტაფსონ რომ გაქვს ორი არჩევანი. რთული შეკითხვით ბურთი გადაიტანა ფორვარდთან კი ბატონო. ფორვარდზე ან საშუალო სირთულის შეკითხვით მიიტანა ნახევარმცველამდე. სოფლიო 90-94 ბრაზილია, სოფლიო რეკორდები და სტატისტიკა, ფეხბურთელები პენსიაზე, იტალია, სოფლიოს ფინალები, პირველი მსოფლიო ტიპებისთვის ფინალები. აი არ ვიცი რა პრობლემა ფეხბურთელები პენსიაზე. მიდი იყოს ფეხბურთელები პენსიაზე. ანუ შენ პასუხობ ხარ. ოკეი, კი, მოდი საშუალო პასუხი გავაკეთოთ. ხო თუ არ ვიცი რაციონალური როგორ არის. აჰა. მოდი ფეხბურთელები პენსიაზე. მივცეთ ამას. თუ ამას რატო უნდა მის ამას რა. ფეხბურთელები პენსიაზე. 2006 წლის 25 ივნის ამ ფეხბურთელმა ეკვადორს გაუტანა და გამოვიდა რომ ზედიზედ სამ სოფლიოზე შეაგდო. 98-ში კოლუმბიასთან, 2002-ში კი არგენტინის წინააღმდეგ შეაგდო ეს გოლი. ეს გოლი რა, სხვადასხვა გოლი. დევიდ ბეკემი. სწორია. დიდებული პასი, ტაფსონს როგორი ჩვევია, იცით? ვისაც გინახავთ მისი თამაში? ოზომილი. პრაგმატულად ვითამაშო ფორვარდს მიუტანოთ. ანუ ეს უნდა გავაკეთო. კი ბატონო. დასწრებაზეა ეხა ეს კითხვა, ბაკური და ლაშა თამაშობენ. ბაკური და ლაშა. ოკეი. ჟუს ფონტენის 13 გოლიანი მსოფლიო ჩემპიონატი ყველა მიცით, მაგრამ ვის ეკუთვნის იგივე რეკორდი ევროპის ჩემპიონატზე? ეს უნდა იყოს მიშელ პლატინი. მიშელ პლატინი, დიდებული გადაცემა და ტაფსონა არის მეკარესთან ერთ-ერთზე. მეგობრებო, შეგახსენებთ დაცვაში მყოფ გუნდს, რომ შეგიძლიათ ვარნა გააკეთოთ, ვარნა რომელიც ნიშნავს, რომ თქვენ ორი უპასუხებთ შეკითხვას დასწრების გარეშე, რთულ შეკითხვას შედარებით, დასწრების გარეშე, თუ იქნებით წარმატებულები, ბურთს წაართმევთ, ანუ იქნება წარმატებული ვარნა, თუ ვერ უპასუხებთ, შემდეგ უკვე ტაფსონას ექნება შანსი, რომ პასუხი გაგცეს, თუ მისი პასუხი სწორი იქნება, გოლია, თუ არასწორი იქნება, 11 მეტრიანი დარტყმა არის. არ იყენებ დახმარებას? კი ბატონო. მაშინ საშუალო სირთულის შეკითხვა. ვინ იცის? შეიძლება 1938 წლის მსოფლიოს ფინალი ბრაზილიას ეთამაშა თავარ მწვრთნელ ადემარ პიმეტას ნახევარფინალში. უცნაური გადაწყვეტილება რომ არ მიეღო და გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი და ტურნირის ბომბარდირი სათადარიგოთა სკამზე არ დაეტოვებინა. ეს ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დასვა. კი ბატონო. არ ვიცი. ლეონიდესი. და მეგობრებო, დიდებული დარტყმა და ნიკოლოს ტაბატაძის გოლი. რა გოლი გაიტანა მართლაც რა დიდებული დარტყმა იყო. მადლობა ბატონო. ბატონო ძალიან უნდა შევაყროთ ასე. რა თქმა უნდა. აი ასე. ეგრე გაიტანდი, როგორც გაიტანდი ისე უნდა შეაგდო. არა, ესე ვერ გავიტანე. ხელით გოლები ერთი კაცის პრეროგატივა იყო ისტორიაში. ფეხი დაარტყე მაქედან. აი. ანგარიშია მეგობრებო 1-0 და ლაშა და ჯავახა აირჩიეთ. ბრაზილია. შეუტევთ. ბრაზილია მარტივი. მარტივი შეკითხვა მეკარე ცდილობს რა ბურთი მიიტანოს მცველამდე. ოფიციალური რიცხვებით მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი კომაგი ამ ნაკრებების დაპირისპირებას დაესწრო. ლეგენდარულ პაექრობას 173,850 ადამიანი უყურებდა სტადიონიდან. რას ვასახელებ? თამაშს? თამაშს.
ბრაზილია, ურუგვაი. ნამდვილად მარაკანაზე ამდენმა ადამიანმა იხილა ბრაზილიის ტრაგედია. ბურთი არის ცველთან, ლაშასთან, რომელიც თავდამ სხელსთან გაუშვებ. 1950 წლის ბრაზილია ურუგვაის დაუვიწყა დაპირისპირებაში გადამწყვეტი გოლი ამ ფეხბურთელმა გაიტანა. სიმბოლურია, რომ ფინალის მონაწილე ფეხბურთელებს შორის ის უკანასკნელი გარდაიცვალა. კიდევ უფრო სიმბოლურია, რომ ეს გოლის გატანის დღიდან ზუსტად 65 წლის შემდეგ, 2015 წლის 16 ივლისს მოხდა. ანუ ფეხბურთელი უნდა ვთქვა. ფეხბურთელი მჭირდება. ალსიდეს ჯიგია. სწორია, მეგობრებო, დიდებული გადატანა, ფრანკ დე ბურსო შეშურდებოდა ისეთი და ბურთი მიიღო თავდასხმაში კვლავ თავის თავს გაუკეთა ეს პასი. ეხლა არის დასწრება. ეხლა არის დასწრებაზე მეკარესთან, არის საშუალო სირთული შეკითხვა. ეთამაშებს, რომ? ბაკურს ეთამაშები. მეგობრებო, თქვენ დაცვაში შეგახსენებთ, რომ ვარნის გაკეთება შეგიძლიათ, ანუ მარტოებმა უპასუხოთ, მაგალითად თუ გინდათ. რავი, როგორც მოდი ვითამაშოთ. ოკეი, ვითამაშოთ. თამაშობთ. ანუ რას თამაშობთ? დასწრებაზე ამ კითხვას. ბრაზილიის ნაკრებს სოფლიოს პლეი-ოფში ევროპული ნაკრები 20 წელზე მეტია. არ დაუმარცხებია და ბოლოს ვინ დაამარცხა, იქნება ალბათ შეკითხვა ვივარაუდებ. პასუხი. გერმანია იყოს. სწორია, გერმანია იყო ბოლოს 2002-ის ფინალში დაამარცხა ბრაზილიამ და მას შემდეგ პლეი-ოფში აღარ მოუგია ევროპული ნაკრებისთვის. სოლიდ. დიდებულად თამაშობს მეკარე პირველი ტაიმი. კითხვაც გამოიცნო და პასუხა. კლავ ცველს აქვს ბურთი. ცველს აქვს ბურთი და ტაფსონ გადაწყვიტე. თქვენ ერთად ჯერ გადაწყვიტეთ რა თემა გინდათ და მე გადაწყვეტეთ. ისა პირველი აი პრესინგი მეგობრებო, თუ გაინტერესებთ, აქ შეგიძლიათ იტალია შეგვიძლია, სოფლის ფინალები შეგვიძლია. ოღონ როგორც ანუ ეხლა რახან შენიწყებ შენ აი ლაშა და ჯავა. ამ მომენტში შეგიძლიათ მაგალითად პრესინგზე რო კითხულობდით, დაცვაში ითამაშოთ პრესინგი. რეკორდები და მსოფლიო, მაგრამ ეგ ნუ მოგწონს? შენაც გექონ კომფორტულობა ეხლა იმას მიეცეთ რა. ჩვენ ვიზამთ პირველი მსოფლიო ვითამაშოთ. პირველი მსოფლიო. მე ძალიან სუსტი ვარ ტემის არჩევებში, კერეტინოვებს ვირჩევ. როგორც წესი, ისა ნახევარ დაცვას მივცეთ პასი, მივცეთ ნახევარ დაცვას პასი. ან დახმარებას არ იყენებთ? დიახ. ანუ ნახევარ ცოლს აძლევს პასს. აი არა მე პირველი მსოფლიო. ჩვენ არ ვიყენებთ, ხო? დასწრება არ არის, ხო? მითხარით, რომელი იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ტელევიზიით გადაიცა? გეტყვით, რომ ამ მსოფლიოზე ავსტრიამ ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. არ ვიცი, გადაიცემოდა ალბათ. უნდა მითხრათ წელი 54. მსოფლიო საჩატარდა. 54. სწორია. საჩატარდა? შვეიცარიაში, საფრანგეთში. ესეც სწორია. ბურთი მიუვიდა ნახევარდაცვას, სადაც უკვე ბაგურა გადაწყვეტს, როგორ უნდა შეტევის გაგრძელება. ეხლა გვაქვს ოპცია, რომ ან პასი ნახევარცველს, ან დრიბლინგი. შტორმი გვაქვს? არა, შტურმი ვერ გექნება. იმიტომ რომ იგეთ თამაშობს. მოიცა რა გვაქვს ეხლა? დახმარებებიდან მხოლოდ შეგიძლიათ ორი ერთზე შეტევის გამოყენება, მაგრამ დიდად არ გირჩევთ, იმიტომ რომ სამ კითხვას უნდა უპასუხოთ, როცა შეგიძლიათ ორ კითხვაში გოლი გაიტანოთ. ხო, მოდი მაშინ კლასიკურად შევუტიოთ პასი ანუ ეხლა შენ გაქვს ორი ლოგიკური არჩევანი. ერთი არის დრიბლინგი, ანუ ორ თულ შეკითხვას დასწრებაზე უპასუხო, ან საშუალო სირთული შეკითხვით ფორვარდამდე მიიტანო ბურთი. დახმარების გამოყენება ეხლა სიგიჟე არის. ხო, ამიტომ ჯობია მოდი პირდაპირ პასი მივცეთ ფორვარდს. კი ბატონო, პასი დასწრებაზე ლაშა შენ ეთამაშები ბაკურს. აღგენათ. MIG 1938 წელს ეს იყო პირველი აზიური ნაკრები, რომელმაც მუნდიალი ითამაშა. ლოგიკურ მაშინ ერქვა და ჩანო ჰოლანდიის ინდონეზია და ინდონეზია არის ეხლანდელი სახელი. კი ბატონო. დიდებული პასი ყავ. უშეცდომა თამაშობს ეს გუნდი ჯერჯერობით. მეტოქეს სჭირდება რაღაც. თემა ვირჩე შენ თუ დაგვირდი, იმიტომ რომ 38-ები და ისინი მოვიწყდნენ. ფორვარდზე აქვს ბურთი, მეგობრო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვარნა გაქვთ, თუ არ იყენებთ, ნუ გამოიყენებთ. როგორც მაგინდათ. გამოვიყენოთ, კი. ვარნას იყენებენ, ანუ მარტო პასუხობენ ისინი ერთად, ერთმანეთში საუბარი შეუძლიათ, როდესაც ერთად პასუხობთ, ყოველთვის შეგიძლიათ კომუნიკაცია გქონდეთ ერთმანეთში. ოკეი. სოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ჰეტრიკი ამ ნაკრების ფეხბურთელმა გააკეთა. იმასაც გეტყვით, რომ ამ სოფლიოზე ამ ნაკრების დაფიქსირებული შედეგი კონტინენტზე საუკეთესო შედეგია. ანუ ნაკრებს ვამბობთ? ნაკრები უნდა თქვათ მხოლოდ. ამერიკის ნაკრები.
წარმატებული ვარნა, ბურთი დაიბრუნდა. ჯავახამ და ლაშამ და ეხა გადაწყვეტენ რა კითხვაზე, რა თემით შეგიტევენ. აშენ სოფლიო რეკორდები და სტატისტიკა. იმას გავუშვებ, რა თქმა უნდა. მე უკვე უნდა გითხრათ, ხო, სად უშვებ ბურთს? კი. მე თავდამსხმელთან გავუშვებ. ისე რთული. კი ბატონო. ეს არ იჭრება. კი. ჯერ არ იჭრება. აქედან რადგან არის არ იჭრება. კი, კი. მან შეგიძლია მშვიდად მოისმინო მაშინ. მე გოლი დავამშვიდოს. სხვა მკითხვას. მუნდიალისგან განსხვავებით, ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს მოგებული როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის სტატუსით. დაასახელეთ ეს ადამიანი. ერთი ფოქცი. სწორია. შვენიერი გადაცემა. ფლანგი შეცვალა შეტევის გრძელი პასით და ფორვარდს აქვს ბურთი. ეხა არის დასწრება. ეხა არის დასწრება. მეგობრებო, ვარდნის გაკეთება თქვენ შეგიძლიათ შეგახსენებთ, მაინც თუ გამოიყენებთ, გამოიყენებთ. გავაკეთოთ ვარ. მოგეთოთ ვარდნაკ როგორ ვარ? ჩვეულებრივ ჩვენი პირველი ოფცია ჩვენი. თათბირობთ? ხო, თათბირობთ. საუბრობთ ხო თან? ნუ როგორც სულ 28 მოთამაშეს უთამაშია სამივე 90, 94 და 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე, მაგრამ მხოლოდ ორმა მოახერხა სამივეზე გოლის გატანა. გეტყვით რომ ინტერში ორივეს უთამაშია. ჯორომელი 90 10-14-18. ბრემე ერთი იქნება, გაქონდა. გაქონდა და რამდენი დავასახელოთ? 3? 2. ორი უნდა დავასახელოთ. კლინსმანი ხო არა? კლინსმანი 90, 98. კლინსმანი იყო 18-ში, კი, უბრალოდ გოლი გაიტანა თუ არა, ეგ არ ინტერის მახსოვს. ფორვარდებს წავიდა. კლინსმანი მაგპერიოდის ფორვარდი ვინ იყო კიდე? ან სალასები და ისინი რა. 3, 2, 1. მოდი იყოს ბრემე და კლინსმანი. არასწორი პასუხი არის. ლაშა შეგიძლია გოლი გაიტანო, თუ არა და 11 მეტრიანი ინიშნება. კლინსმანი ერთი დავტოვოთ და რობერტო ბაჯო. მეგობრებო, ვარდნა ერთმანეთში აჯახა მცველი და მეკარე. ლაშამ და დიდებული გოლი გაიტანა, თუ შეიძლება ბურთით შევაგოროთ კარებში, ეს სილამაზე რომ მაყურებლებმა ძლივს გოლი გავიტანა. 1-1. ბაჯო და კლინსმანი, ხო? ბაჯო და კლინსმანი, ბაჯო და ხო, ბრემე კლინსმანი. პრინციპში ვერ შევთამაშ. ბრემე იქამდე 13-ში არც არა, იქნება. 18-ში აღარ იყო. არც 14-ში აღარ. ხო. იქამდე გაქონდა. ეგ არაფერი. კარგი, სადა ვართ ახლა ჩვენ? ჩვეულებრივ დაცვაში. დაცვაში. მეკარე ჩემები ავირჩიოთ. მეკარე ჩელს. მოდი მსოფლიოს ფინალები იყოს. მიდი იყოს სოფლიოს ფინალი. მეკარე მარტივი პასით ცველამდე მიიტანს ბურთს. მეკარე მსვლელამდე? კარიდან იწყება თამაში ხო. 1993 წელს დაშლამდე ეს ქვეყანა მუნდიალების უძლიერეს გუნდად ითვლებოდა. ამას მსოფლიო ჩემპიონატის ნათამაშები ორი ფინალიც მოწმობს. იუგოსლავია. არასწორი პასუხია? ეხა მე მაქვს შანსი. კი, რა თქმა უნდა. ჩეხოსლოვაკია. ეს სწორი პასუხია, ჩაიჭრა ბურთი და შეტევა არის მეტოქე გუნდის. ლაშა და ჯავახ აირჩიეთ თემა. თავდასხმაში ვართ. თავდასხმაში ვარ. აქ ჩაიჭრა, ხო? ჩვენ რა შეგვიძლია? თემა უნდა ავირჩიო? კი, მოდი იტალია იყოს. იტალია. დამისახელეთ ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელმაც ჩემპიონატი წაუგებლად, მაგრამ ლაშა სამაგიეროდ მაყურებელს ესმის გოლი და გოლის ხმები, მეგობრებო. დიდებული დარტყმა 2-1, 2-1 გახდა ანგარიში. და ტაიმის ბოლო შეტევა. სოფლიო 90-94. გეტყვით რომ ორი დახმარების გამოყენება შეგიძლიათ. ერთი ეს არის შტურმი მეტოქის კართან, ანუ ზედიზედ ორი შეტევა განახორციელოთ ამ თემაზე, ან მეორე დახმარება ეს არის ორი ერთზე შეტევა, სადაც სამ კითხვას უნდა უპასუხოთ, ორი ერთზე. თქვენ იქნებით ყოველთვის ორნი შემტევი გუნდიდან და თითო-თითო ეთამაშებით ნახევარმცველს, მცველსა და მეკარეს. ორი ერთი შეგვიძლია ხო ეხლა? მოდი ორი ერთზე ვითამაშოთ რა. მე მეგონა რომ პირდაპირ იქ ვარ ტყავდი და. ოკეი, ორი ერთზე ვთამაშ. ორი ერთზე უტევთ, მაშინ პირველ ფაზაში თქვენ ხვდებით ჯავახას, ნახევარდაცვაში, შემდეგ დაცვაში ლაშას და შემდეგ კვლავ ჯავახას კარში. დიალოგი წარმატებულები იქნება. ანუ ჯერ ეხა ვის პირველი ჯავახას ეთამაშები. დასწრებაზეა ერთმანეთში თათბირის გარეშე. დასწრებაზე არის არეული სირთული შეკითხვები. ყველაფერი იქნება მსოფლიო 90-94-ის ფარგლებში. პირველი შეტევა ესე იგი არის აბსონა და ბაკურა, ჯავახას უპირისპირდებიან ნახევარდაცვაში. 1994 წლის მსოფლიოს ფინალში მარცხით ეს ფეხბურთელი გახდა ისტორიაში მე-6 და პირველი არაგერმანელი, რომელსაც მუნდიალის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოგებული.
94 ფინალზე ხო არის? კი, იყო. ხო და პარიზი უნდა მაგრამ იქამდე იყო. ვის უწევს მაშინ? 3, 2, 1. პასუხი. იყოს რა. პასუხი. ბარეზი? სწორია, მარკო ბარეზი არის. ფრანკო ბარეზია უკაცრავად რა. კი, ფრანკო ბარეზი არის ეს ფეხბურთელი, რომელმაც სამივე სინჯის медалს ეგრემ უნდა გაუსინჯა. ეს ნახევარ-დაცვაში მოვიტანეთ? ეხა კი, ამოტანილი გაქვთ ერთი ეხლა წევით, მე ეხლა მეთამაშებია. ლაშას ხვდებით. ეხლა ლაშას ეჯიბრებით 2-1-ზე. ტონი მეოლა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიოზე ნაკრების კაპიტანი ყოფილა. ნაკრები უნდა ვთქვა, ხო? უნდა თქვა ნაკრები, კი? ამერიკა. დიდებულია ლაშა დაცვაში, ტაიმის მიწურულს დიდი ძალებით გადასულ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, ჩაჭრა ბურთი და 2-1. მეგობრებო, ამით პირველი ტაიმი სრულდება. ეხლა თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ Coca-Cola, გაგრილდეთ. მე კი შეგახსენებთ, რომ ამ თავსახურებში არის 10 ნიშნა კოდი, რომელიც არის როგორც Coca-Cola კლასიკის, ასევე Coca-Cola Zero-ს, Fanta ფორთოხლისა და Fanta ბროწეულის თავსახურებში შეგიძლიათ ეს 10 ნიშნა კოდი შეიყვანოთ Coca-Cola Reward Georgia-ს აპლიკაციაში და 19 ივლისს მოიგოთ ავტომობილი Kia EV6 და სხვა პრიზები. ვიწყებთ მეორე ტაიმს. ანგარიში არის 2-1, ლაშა და ჯავახა ამარცხებენ ტაფსონას და ბაკურს და მეორე ტაიმის თემებია: არგენტინა, სერია A, ბუნდესლიგა, ლა ლიგა, თემა ყველაფერზე, ევროპული ფეხბურთი, პრემიერ ლიგა და ფრანგული თემა. პირველი ტაიმი დაიწყო ლაშან და ჯავახამ, შესაბამისად ბაკურ და ტაფსონ. აირჩიეთ როგორ და რანაირად შევუტევთ. შტორმით შევუტევ და დავიწყოთ მოდი ბუნდესლიგაზე ვითამაშოთ. მიდი კაცო. ტურმი ბუნდესლიგა. გავიგდოთ. მეგობრებო, შეგახსენებთ. აქ 2-2-ზე ერთხლის წინ. შეგახსენებთ წესებს. აქ ზედიზედ 3 შეკითხვას უნდა უპასუხოს ერთ-ერთმა გუნდმა. ხო. და იმისათვის რომ გაიტანოს გოლი. თუ ერთხელ მაინც მეტოქემ დაგასროთ 2-2-ზე თამაშობთ, ის შეტევა ჩაიშალა და მეორე შეტევა შეგიძლიათ დაიწყოთ. ანუ ორფაზიანი არის ეს შეტევა, ორი სხვადასხვა შეტევა ასე ვთქვათ. სადაც შეგიძლიათ ჯამში გაიტანოთ მაქსიმუმ 2 გოლი. გასაგებია. 2008-2009 წლების სეზონში აიაქსმა ეს ფორვარდი რეალში 27 მილიონ ევროს სანაცვლოდ ფუნტელა არის? პირველი შეტევა ჩაიშალა მეგობრებო. იმიტომ რომ სწორი პასუხია ჰუნტელა არის. ბენფიკაში თამაშისას ეს ფეხბურთელი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ კალენდარულ წელს ბუნდესლიგასა და ევროპის ჩემპიონატს მოიგებდა. თან ამ ორივეს ისე იზამდა, რომ თამაშს არ წააგებდა. არ შეგვიძლია ძელობა? ბუნდესლიგასა და რას? გრიმალდო. ძელობაში. გრიმალდოა რა. ბუნდესლიგაში. სწორია. ალეხანდრო გრიმალდო. პირველი ზუსტი გადაცემა. დაცვასაც შეგვიძლია ბოდიში ბჟელობა ერთმანეთს. კი, ანდრო შეგიძლიათ თუ ვინა ილაპარაკო. აქ ჩვენ დავაჭირეთ, ჩვენ შეგვიძლია ლაპარაკო. აი. შემდეგი შეკითხვა. ამ მარცხენა მცველის შესახებ არაფერი ვიცოდით. სანამ შტუტგარტთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე არ გავიდა და სანამ ევრო 2024-ზე მიტელს ჭდიდია. ბორნესოსა ხომ არა, მე უფრო მინდა ისე. მაგრამ ბორნესოსა ძირითადად ესეთი პასუხი. მიტელს ჭდიდი. იტაშედის სწორი პასუხია, მეორე და შეგიძლიათ მესამე სწორი პასუხის შემთხვევაში გოლი გაიტანოთ. ბუნდესლიგა. კი. დამისახელეთ მოქმედი ფეხბურთელი ყველაზე მეტი გოლით გერმანიის ბუნდესლიგაში. თუ გეტყვით რომ ამ ფეხბურთელს გერმანიაში მხოლოდ ერთი გუნდის მაისურით შეუტევია. ლაშა? როის. არ არის სწორი? უნდა დააჭიროთ და ისე. ხორვატი ანდრეა კრამარიჩი. დააჭირეთ და ისე. ჰოფენჰაიმი. ანდრეა კრამარიჩი. ანდრეა კრამარიჩი სწორია მეგობრებო და 2-2 ხდება ანგარიში. ოჩა, კარგია. ტურმი მეტოქის კართან ჩემბერ. შედეგი გამომღებია როგორც ხედავთ, მართალია პირველ სტაზე არ გამოვიდათ, მაგრამ გოლი მაინც გავიდა და 2-2 ანგარიში. ნუ იყო ჩუცტურს. აღარ შევაგორებ შენი. თარსი ის არის შეგორება არის, რო შევაგორებ ამით ამბიქს. რა? სანამ ბევრი კაი თემაა დარჩენილი. როისი აღარ არის, მაგრამ წამოვიდეთ ბურთი მეკარეს კრამარიჩი. და აირჩიეთ თემა რომელთაც შეუტევთ. თუ რომელიმე თემა ძალიან მოგწონს, გავყვეთ შტურმს რა სიტყვა. შენ ან შტურმი არ გინდა. არ მინდა შტურმი? მოდი სერია ამიცე მაშინ. შტურმი? სერია შტურმი. ორი ჩვენ შეგვიძლია დასწრებაზე ვთამაშობთ ჩვენც, ხო? წავიდე. დასწრებაზე დაშვა. შტურმი შტურმზე. შტურმი შტურმზე, მეგობრებო. რისი შტურმია? სერიასი? დიახ. სერიასი. რო დააჭერ. თუ რამე გეეჭვება, ცოტა ხანი შეგვიძლია გავიტათბიროთ. დაასახელეთ ერთადერთი კუნძულის გუნდი, რომელსაც სკუდეტო
კალიარი. პირველი შეტევა ჩაშალეს. ბრავო. დიდებულია. ნაპოლის ყველა დროის ბომბარდირების პირველი 4-ეული კლუბის ლეგენდებითაა დაკომპლექტებული. დამისახელეთ ამ 4-ეულიდან მინიმუმ 2. ლაშა? ერთი თქვენ არის. ხართ, შეგიძლიათ მოილაპარაკოთ. ხამშიკი იქნება ერთი ყველა ვარიანტში. ბელგია ისა ინსინიეტს და ის მეორე ბელგიელიც ბელგიელი, მერტენსი. ხო, მერტენსიც ერთ-ერთი ბომბარდირია ისტორიაში, რა. ეგრე მახსოვს. მაშ ხამშიკი ყველა ვარიანტში. პასუხი. რამდენი უნდა ვთქვათ? 2, მინიმუმ 2. მოდი იყოს ეგ ორი რა. კარგად მერტენსი და მარეკ ხამშიკი. სწორია, დრის მერტენსი და მარეკ ჰამშიკი. კიდე იყო დიეგო მარადონა და ინსინიე. ანუ ინსინიეტს თავისი როგორ მთელი თქვა, დიდებულები. არაფერი არ იქნება. 1998 წელს პაულო სოუზა ინტერში გადავიდა. აუ. რას გიკითხება ახლა ეგრეს უნდა გამოვისწრო. კითხვას აგძელებ ახლა? არა. მას შემდეგ რაც უპასუხებს გავაგზელებ რა. კაი, მოდი იყოს საიდან გადავიდა მაგას ვამბობთ? მაშინ დორტმუნდის ბორუსიად. პასუხი რა არის საბოლოო? დორტმუნდის ბორუსია. არასწორი პასუხია. ვაგზელებ შეკითხვას. 1998 წელს პაულო სოუზა ინტერში გადავიდა. მანამდე კი ამ ორი გუნდით ზედიზედ 3 წელი ევროთასების ფინალები ითამაშა. მითხარით ამ ორი გუნდიდან ორივე. ზედიზედ პაულო სოულა. ევროთასების იუვენტუსი და დორტმუნდი. სწორი პასუხია და მეგობრებო, ერთი დარტყმა ჭირდება ლაშას და ჯავახას იმისათვის, რომ გოლი გაიტანონ და ანგარიში გახადონ 3-2. კარამდე მიდის ნანალა. აჰა, იყო საგო. დამისახელეთ 2025-26 წლების სერია სეზონში მონაწილე ერთადერთი საფეხბურთო კლუბი, რომელსაც სპორტული ბრენდი New Balance მოსავს. ატალანტა. და ჩაჭრეს, დიდებულად ითამაშა. დიდებულად აფსონა დაცვაში. ჩაჭრა ბურთი და თქვენია შეტევა მეგობრებო, 2-2-ია კლავ ანგარიში. შეგახსენებთ ჯგუფურ ეტაპზე ფრედ შეიძლება თამაში. თემები და რაღაც ესე გადავიდეთ ჩვენც რა. არგენტინა და რაღაცები არ მოინტერესებს. არგენტინა კარგია, მაგრამ ეს თქოს. არგენტინა? ფრანგული არის ძალიან კაი. ფრანგული. კიდე რა თემებია არგენტინა? არგენტინა, ფრანგული, ლა ლიგა, ყველაფერზე ევროპული ფეხბურთი პრემიერ ლიგელები. არგენტინა რა ჩვენ უნდა დავიწყოთ. მე ფრანგულს მივაწვევდი და ფრანგული რომ ამირჩიოთ თუ შეიძლება. ფრანგული და დაცვაში არის ბურთი, ტაფსონ შეგიძლია რთული პასით გადაიტანოთ. რთული აბა გავაკეთოთ, კაი, მოდი გაურისკოთ და რთულით ვცადოთ ამაზე თუ რაღაც, არ ვიცი. ხო, თავდასხმა. მეგობრებო, თქვენ შეგახსენებთ რისი გაკეთება შეგიძლიათ პრესინგი ეთამაშოთ, უბრალოდ მან, ანუ 2-1-ზე დაისხმება ეს რთული შეკითხვა და თუ გინდათ. არ გინდათ, კაი. არ გვინდა. ბევრ ბალკანელს არ უთამაშია ბასტიას მაისურით, მით უმეტეს ასეთ ბალკანელს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი გამხდარა და რომლის პატივსაცემა და ცვენა ზვეზდას რიგებში 11 ნომრიანი მაისურით ვერავინ ვერ თამაშობს 1978 წლის შემდეგ. მითხარით ეს ფეხბურთელი? დრაგან ჯაიჩი? დრაგან ჯაიჩი, დიდებული გადაცემა. ბრავო. და 1-1-ზე მეკარესთან კლავ ტაფსონა არის ბურთი. მოვიხმოთ, არის წინ. აქ აღარაფერი შეგვიძლია, ხო, პრესინგი. დასწრება არის? არა, მანდ ვეღარ ეთამაშებ. ვარნა გამოყენებული გაქვს? ჩვეულებრივ დასწრებაზე თამაშობ ჯავახასთან. დასწრებაზე ჯავახასთან და რა სირთულის კითხვა არ ვიცით, ხო? ამ ფეხბურთელს საფრანგეთის ნაკრებში ჩინებული სტატისტიკა აქვს. პარიზის ოლიმპიადაზე მეოთხედ ფინალში და ფინალში თითო გოლი. ნახევარფინალში კი 2 გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში 3 თამაში 2 გოლი აქვს. 7 სეზონია ერთი კლუბის ღირსებას იცავს. მატეტა? ან ფილიპ მატეტა ეგ არის. პასუხი რა არის? მატეტა. მატეტა სწორი პასუხია და ანგარიში ხდება 3-2. ფრანგული კონტრიერიში ვიხილეთ და თქვენი არჩევა არის. პრემიერ ლიგელები. პრემიერ ლიგელები. თქვენ მეგობრებო, გამოყენებული გაქვთ 2 დახმარება, ეს არის ვარდნა და ეს არის შტურმი. შეტევაში რა დახმარების გამოყენება შეგიძლიათ, ეს არის 2-1-ზე შეტევა. თუ გინდათ გამოიყენეთ. 2-1-ზე შეტევა, წავიდეთ 2-1-ზე შეტევა. პრემიერ ლიგელები მოგწონს თემა? ეგრე ხო? სხვა ჯობია 2-1-ზე თუ. შენ არ გიყავს ლიგა. ლა ლიგა, არგენტინა, აფერი. ეს იყოს ჩვეულებრივი თვითონ. ჩვეულებრივად, კაი. იყოს ჩვეულებრივი პრემიერ ლიგა. ჩვეულებრივი პრემიერ ლიგა. თქვენ მეგობრებო, რა შეგიძლიათ ეს პრესინგი არის დაცვაში რომ გამოიყენოთ, თუ გინდათ.
ჯერ იყო ხო? კი ბატონო, პრემიერ ლიგელები. მარტივი შეკითხვა, სადაც მეკარემ უნდა მიიტანოს ბურთი მცველამდე. შეკითხვა არის ესეთი. ამჟამად უნდა მითხრათ Manchester United-ის 7 ნომრიანი მაისურის მფლობელი ვინ არის? მეისონ მაუნტი. მეისონ მაუნტი. ჩვენივრად ცოტა გვანერვიულა თითქოს მეკარემ, თუმცა ეს ყოფილა აუშვათ ნახევარდაცვაში. ტაქტიკური სვლა. ნახევარდაცვაში საშუალო სირთულის შეკითხვით, კი ბატონო. ჯერ დასწრებაზე ვერ. ამ კლუბმა 1995 წელს სტიუარტ ჰიუსტონის თავკაცობით თასების მფლობელთა თასის ფინალი სარაგოსასთან წააგო. კლუბის განაცხადში შტეფენ შვარცის გარდა ყველა ბრიტანელი მოთამაშე იყო. მითხარით, რა კლუბზეა საუბარი? ეს არის ლონდონის არსენალი. რა თქმა უნდა, ლონდონის არსენალია დაიჭრა ნახევარდაცვის ხაზი. ეხლა ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია ხო? ეხლა უკვე დასწრებაზე არის თამაში, სადაც ჯავახ გადაწყვეტე რთული ორი შეკითხვაზე პასუხი თუ საშუალო სირთულის შეკითხვა და პასი ლაშამდე. პასი ლაშამდე. პასი ლაშამდე. ეხლა შენ თან აფსონ დასწრებაზე ეთამაშები, იმიტომ რომ შენ ხარ ის დაცვის ბურჯი, ვინც ეიმედება ბაკურას. ექსეტერში დაბადებულ ტაილერ დიბლინგს, რომელიც ინგლისური ფეხბურთის მომავალია, 17 წლისას ჰქონდა დებიუტი საუთჰემპტონის მაისურით. მაგრამ ეს ფეხბურთელი ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც წმინდანების შემადგენლობაში უთამაშია. ფეხბურთელი უნდა გითხრა, ხო? ფეხბურთელი. თეო ვოლკოტი. სწორი არის და ჩაიჭრა. ყველაზე ახალგაზრდაო, არ არის უნდა გეთქვა მაშინ. ყველაზე ახალგაზრდა არ არის ვისაც. არა, ამას ჰქონდა, მაგრამ იმას რო ეს მაინც ყველაზე თეო ახალგაზრდა. ვოლკოტია ყველაზე ახალგაზრდა. ვოლკოტი გამოდის ყველაზე ახალგაზრდა. უყურე, ეს ფეხბურთელი ყველაზე ახალგაზრდა არის, ვისაც წმინდანების შემადგენლობაში უთამაშია და ეს ფეხბურთელი არის თეო ვოლკოტი. მაგრამ ეს არის ყველაზე ახალგაზრდა, ეგრე იყო შეკითხვა. ბურთი ჩაიჭრა დაცვაში, შესაბამისად ნახევარმცველს აქვს ბურთი. და ფორვარდს მიუტანოთ მე მოდი ვიტყვი. არგენტინული. ფორვარდამდე თუ მიგაქვს ბურთი, ხო. ანუ შენაკეთე ბაკურ ამას, იმიტომ ნახევარმცველი შენ ხარ, მაშინ ლაშას ეთამაშები დასწრებაზე. კაი, მოიცა მაშინ თემებს მიხარგე. ბაკურ შენ უნდა თქვა, ხო, შენ ეთამაშები. არგენტინა, ლა ლიგა, ყველაფერზე და ევროპული ფეხბურთი. მოდი ევროპული ფეხბურთი. მიდი. იყოს ევროპული ფეხბურთი. ჩემპიონთა თასის ისტორიაში, სამ ჩემპიონთა თასი იყო, ერთი მწვრთნელია, რომელსაც ორი სხვადასხვა გუნდით აქვს მოგებული ჩემპიონთა ერნსტ ხაპელი. ეს აპელი, სწორი, მეგობრებო. რაც ჩაიჭრა ბურთი. ნახევარდაცვაშია ბურთი. რა, შენ დამაშობა ხარ და შენ და ისა. ჩვენ ახლა 2-1-ზე წასვლა შეგვიძლია? 2-1-ზე წასვლა შეგიძლიათ. უბრალოდ ნახევარდაცვაში ხარ და სამ კითხვას უნდა უპასუხოთ, მაგრამ მეორეს მხრივ შეგიძლიათ 2-1-ზე თამაში თუ გირჩევნიათ, კი? ოღონდ სამ შეკითხვას უნდა უპასუხოთ მაინც. რა ვქნა? ეგეთია. ხო, ხო, ისა გვაგებთ. 2-1-ზე. ჯერ შენ 2-1. მე შენ, ხო? 2-1. მე ვთამაშობ ქრონიკუში. თემ პირველი ეთამაშებით ბაკურს. მე აფსონას მე ესო ბაკურს. აიჩი რაც კიდე. არგენტინა იყო. არგენტინა. მეორე ფერ. ეხლა ვეთამაშებით ბაკურს. ბაკურს, კი. ამ ფეხბურთელის შესახებ რივერ პლეიტელმა ექტორ ენრიკემ ერთხელ იხუმრა. მექსიკის მუნდიალზე ისეთი პასი გავუკეთე, დიეგო მარადონა. დიეგო მარადონა. ისეთი პასი გავუკეთე, რომ გოლის გატანის გარდა სხვა რა დარჩენოდაო. მართალი არის ჩემი აზრით. ინგლისთან ეგრე ვერ გადავხარში ვაფშე. ეხა ტაფსონ შენ ხარ. ოკეი. შენ გეთამაშებიან დასწრებაზე. თქვენ ისევ ორნი ხართ, მეგობრებო? ეხლა ბურთს სად არის? ეხლა ორი დაგვრჩა. არა, ანუ რა რა გამარკას არ აქვს. კი, კი. მე მაპატიეთ. ეს არგენტინელი ქართველი რეპერი არ გეგონოთ. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი და მარსელის ოლიმპიკის კარის დარაჯია. მიდი. ხერონიმო რუა. ეგ არის. ჯერონიმო არ გეგონოთ, მეგობრებო. მორიგი ჩაჭრა და შეუტევ თვალი გაზეთ ჩვეულებრივ, კი ბატონო. ბაკური და ლაშა თამაშობენ. ის 21 საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა. დებიუტი 2017 წელს ვალენსიას მაისურით ლაშა. ფერმინ ლოპესი? არ არის. გავაგრძელოთ. მორჩა კითხვა? ის ყველაზე დებიუტი ჰქონდა ვალენსიას მაისურით, ის ასევე ყველაზე ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 3 შეხვედრაში გაიტანა გოლი. მან ეს მანჩესტერ სიტიში თამაშისას გააკეთა. ტორესი? ფერმან ტორესი? ფერან ტორესი, სწორია. ბოჩო.
სწორია? ცოტა დავივენი და. არა, კაი. ეხლა რა ვითარებოდი? ეხლა შენთან გადმოვიდა ბურთი და შენ ერთია ტაფსონა მეკარესთან შენ და ჯავა. და გოლი თუ გაიტანა 4-2 ხდება ანგარიში. მიდი. 2023 წელს ამ ფეხბურთელმა ბათუმში საქართველოს ნაკრებს გაუტანა. როსენბორგში დაწყებული კარიერა ინგლისსა და გერმანიაში წარუმატებლად გააგრძელა, თუმცა საკუთარი თავი ლა ლიგაში იპოვა, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მოთამაშედ იქცა. გვინდა აჭირე. ჯავა. ვიცი რა. მართლა. სორლოტი. დიდებული სეივი. ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრებო, 92 წუთზე მოახერხა ამ სეივის გაკეთება და ერთი შეტევა აქვს დარჩენილი. ლაშას ჩაიჭრა და ნახევარდაცვაში. ჯავა. ხო? ჯერ ბურთი არის დაცვაში. ჯერ დაცვაში. დაცვაში. და მეკარებს სწორად მოიგერია და დაცვა იწყებს. ეხლა მე ამომაქ ნახევარწუთს. შეგიძლია რთულით გაუშვო პირდაპირ. მოდი რთულს გავუშვ. ხო, აღარ გვაქვს დასაკარგი არაფერი. დასწრებაზე არ არის. ლაშა ფლანგიდან ბურთს აძლევს ფორვარდს და შემდეგ თუ არასწორად უპასუხო, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ტაფსონამ უპასუხოს ამ შეკითხვას. ლოზანის სიცხის ბრძოლა ასე ეწოდა 1954 წელს. ამ ორი გუნდის დაპირისპირებას 40 გრადუს სიცხეში, სადაც 3-0 უპირატესობის აღმოფხვრა მოახერხა ერთ-ერთმა გუნდმა. 3-0-ის? კი, 3-0-ს ერთ-ერთი გუნდი. ეს არის ავსტრია-შვეიცარია. კი ბატონო, სწორია. თამაშის მიწურული 95 წუთი, მეგობრებო, დამატებული წუთებია, სადაც ლაშა და ბაკური გადაწყვეტენ ეს თამაში მთავრდება ფრედ. არის ხარ. 3-3 თუ 3-2-ს გაიმარჯვებს ბაკური და ტაფსონა. და შეკითხვა. ამ ბრენდის სახელი სხვადასხვა დროს კრუზეიროს, ატლეტიკო მინეიროს, ბოტაფოგოს, ბენფიკას, ალაჰლისა და სხვა კლუბების მაისურებზე შეგეძლოთ ამოგეკითხათ. სიჩუმე, სხვა მოთამაშეები. ლაშა? ეს ტაჩინი რო არის მგონი ეგ არის. ბრაზილიის არ არის, სამწუხაროდ. უპასუხო შეიძლება. ლაშა. ჩვენი აზრი არ აქვს. მიპასუხე. ბოლო შეკითხვა. ვაიმე, დოდიშ დამეჭირ. სწორი პასუხი მეგობრებო არის Coca-Cola. Coca-Cola. Coca-Cola არის მათი სხვადასხვა დროს ამ გუნდების სპონსორი. 3-2 გაიმარჯვეს ტაფსონამ და ბაკურმა. გილოცავთ მეგობრებო ამ გამარჯვებას. კარგი თამაში იყო ჩემი აზრით. შევაფასოთ. გავერთეთ. ბრძოლა იყო, კამბექი, უკუ-კამბექი, ყველა მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თამაში მიიღე ბატონო წამოყანო მინიმუმ ჯგუფური ეტაპის. და გაესწორა და მადლობა პირველ რიგში მოწინააღმდეგეს ძალიან მაგარი თამაშისთვის, დიდებული მოწინააღმდეგე იყო და თან იმიტომ არის საინტერესო ეს ფორმატი, რომ ეს შეიძლება ძალიან მარტივი შეკითხვა გააფუჭო და ძალიან კარგი შეკითხვა იყო და ეს საქანელა თამაში ორმაგად საინტერესოა ჩვენთვის და მაყურებლებისთვისაც. ნამეტანი გულდასაწყვეტი იყო ესეც წაგები. ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვიდა, ისე ამოვნა მაყურებელმა, რასაც ვერ ვიტყვით ჩემზე. კარგი იყო, კარგი თამაში. მადლობა და მე რო არ მეთამაშავ, ისე ამოვნებდი მაყურებლის რანგში. მეგობრებო, დასრულდა ამით დღევანდელი თამაში. მადლობა მონაწილეობისთვის, მადლობა ჩვენს სპონსორ Coca-Cola. შეგახსენებთ, რომ Coca-Cola Reward Georgia's აპლიკაციაში შეიყვანოთ 10 ნიშნა კოდი, რომელიც ამ ბოთლებზე, რომელიც თქვენს წინ დგას, თავსახურებზე არის მოცემული. შეიყვანოთ ეს კოდი, მიიღოთ ერთი ბილეთი და გქონდეთ შანსი, რომ 19 ივლისს ევროპაში საუკეთესო ელექტრომობილი Kia EV6 მოიგოთ, ან სხვა პრიზები. მადლობა. შეიძინე Coca-Cola და Fanta ყვითელი თავსახურით და ჩაერთე გათამაშებაში. მოიგი ავტომობილი Kia EV6 და სხვა პრიზები. შექმენი და უიწყარი მომენტები Coca-Cola-სთან ერთად.